სინამდვილეში თურქული ფულით დაფინანსებული ეს თბილისური ჯგუფები ნიღბავდნენ რეალობას რა არის. არა კაცო, იქ ორი ჯგუფია რომ არ უნდა ეს რეპატრიაციის შესახებ კანონია მიღებული. ახლა 500 იქ 500 აქ ჩვენ გავიყრებით აქედან და ეს მშვენიერი ქვეყანა უპატრონოდ არ დარჩება. შესანიშნავი პატრონი ეყოლება მაგას, უღონ ჩვენთვის არ იქნება ეს ქვეყანა რა. აი მე ამით გვამინდოდა აი ბატონო დემურ, ახლა როდესაც ამათმა მოითხოვეს აი თურქულ ფაქტორს აფხაზეთში რაღაცნაირად საერთოდ არ აშუქებენ, ან თუ აშუქებენ ძალიან ზედაპირულად. არა და თურქული ფაქტორი არის ყველაზე მეტი, ასე რომ ვთქვათ, ძაღლის თავით დამარხული. ჯერ საერთოდ აფხაზეთში ისლამის გავრცელება და დანარჩენ საქართველოსთან დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიამ, რაც კონსტანტინოპოლი დაიპყრო და შავ ზღვაზე გაბატონდა, პირველი აფხაზეთს დაესხა თავს და სოხუმი ქონდა, სოხუმს ირგვლივ ავრცელებდა შემდეგ ამ ყველაფერს და ნუ აგერ ლამის მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე ქონდა ძალიან ღრმა ფესვები გადგმული და ქონდა თავისი ესე რომ ვთქვათ ღრმა დიასპორა და მე ერთი რაღაცის თქვა მინდა. კი, მაგრამ არ მოითხოვს თურქი მესხების დაბრუნებას მოითხოვს, სანამ თქვენ არ ბრძანდებოდით ბატონო დემურ, მე აქ ერთი საკითხი, ანუ თურქული ფაქტორი აფხაზეთში, მე გავიხსენე ესეთი ფაქტორი, როდესაც ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბაღაფში, რომელიც ჩავიდა სტამბულში და გამოაცხადა, რასაც რუსები ეწინააღმდეგებოდნენ მუჰაჯირების დაბრუნებაზე, რომ შეთავაზრო დაბრუნდით აფხაზეთში და ესე შემდეგ, მოკლეს მეორე დღეს, როგორც კი დაბრუნდა ბაღაფში თურქეთიდან, იმიტომ რომ თურქეთისთვის ეს მიუღებელი იყო. ახლა მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა, სადაც მოითხოვს, სიტყვაზე ვამბობ, თურქი მესხების დაბრუნებას ერდოღანი არ მოითხოვს მუჰაჯირების დაბრუნებას, ჩვენ ასე რომ ვთქვათ, რუსული ფაქტორი რომ მოვხსნათ აფხაზეთთან და არ იქნება აფხაზეთში ისა რა ქვია, გათურქებული აფხაზების დაბრუნების სურვილი? ჩემი აზრით ერთ-ერთი პირველი სტრატეგია თურქების ეგ იქნება, რომ აფხაზეთი, რომელიც მისი უძველესი კოლონია იყო, ავტომატურად იმუშაოს ამ ყველაფერმა. არავინ არ იხსენებს, რომ 1918 წელს, როდესაც აფხაზეთის გავლით იბრძოდა, ასე რომ ვთქვათ, ღაზნიაშვილი ზურგში დესანტი თურქებმა გადმოსხეს. არავინ არ ამბობს იმას 90-იან წლებში რა როლი ითამაშა თურქეთმა აფხაზეთის საქართველოსთან ჩამოცილების შემთხვევაში, ვინ ამარაგებდა, როგორც მუჰაჯირი მებრძოლებით, როგორც უზრუნველყოფით, როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ამას ყველაფერს თურქეთი აკეთებდა. ნახეთ რა შეცაქმე, მე გითხარით თქვენ თურქული ფული დით ახლა, ნახეთ პროვინციული იმედი ტელევიზია. წავიდა ბომონდი და რა დატოვეს? თვალი შევალე რეკლამას უდიდესი პატივისცემა თავის მაყურებელზე. მალე დაიწყება რაღაც შეწყვეტილი ყოფილა სერიალი და იმის გაგრძელება იქნება და ეს იქნება პატივი ქართველები დასცინიან საკუთარ თავს და ეს ფულზე გაყიდული, სულ გაყიდული ხალხი მათ დასცინის. ამიტომ კიდე გეუბნებით, ამის შემწინააღმდეგებელი ძალა ქვეყანაში არ არის, ამის შემწინააღმდეგებელი ძალა აუცილებლად გაჩნდება და ეს ქვეყანა თურქეთთანაც ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს, მეზობლებთანაც, რუსეთთან და სხვაგანაც. აბა ჩვენ ახლა საომარი არავისთან არ აგვაქვს და ჩვენ პრობლემებს ჩვენი გონიერებით თუ მოვლით, თორე იარაღით ჩვენ ვერაფერს ვერსად ვერ მივაღწევთ. ბატონო დემურ, მე მინდოდა თქვენთვის მეკითხა აი ერთ მომენტთან დაკავშირებით, როდესაც 90-იან წლებში ორჯერ იყო იმის საშუალება, რომ აფხაზეთის მიმართულებაზე ქონოდა პროგრესი. ეს როდესაც პრიმაკოვმა ჩამოიყვანა არძიმბა თბილისში, მერე დიტერ ბოდენის სამუშაო ჯგუფი როდესაც იყო და თვითონ თბილისიდან მოდიოდა წინააღმდეგობა, ეს ჟვანია, სააკაშვილის გუნდი, რომლებიც ამბობდა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ჩვენ შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვინდა და
ამ შემთხვევაში დასავლურმა აგენტურამ იმუშავა ჩემი აზრით საქართველოში რომ მე რაც ვიცი